აბა გოგოებო, რომელი დაძლევთ დღეს შიშს? აი, მაგალითად შენ რის გეშინია? რავი. შენ? ბავშვობიდან სიტყვით გამოსვლის მეშინია. ანუ მართლა რის გეშინია? მართლა ბაღშიც ანუ ლექსებსაც ვერ მყვებოდი. ოდა ბარემ დაძლე შიში და მოიგე 50 ლარი და 22 წელი უგემრიელესი ბარემის ნაყინე. მაწყობს, ოღონდ როგორ? ო, მაგას ნახო. წამ. ამ ხალხს ხო ხედავ? შენ გევალება რომ მათ სამოტივაციო სპიჩით მიმართო, ვითომ ქაუჩი ხარ. ოღონდ ერთი წესია. სამჯერ უნდა გამოიყენო სიტყვა ბარემი, რომ მოიგო 50 ლარი და 22 უგემრიელესი ნაყინე. გაწყობს? ოკეი, მოსულა. 5 წუთი გვაქვს მაშინ სპიჩის მოსაფიქრებლად. კარგად ისმის ჩემი ხმა? თუ შეიძლება 2 წუთით ჩემ მეგობარ ქრისტის დაუწყოთ ყურადღება, რადგან მას თქვენთვის რაღაცა აქვს სათქმელი. ინებეთ. ახლა ვცდილობ ჩემი შიში დაუძლიო. სიტყვით გამოსვლის მეშინია. რაც თავი მახსოვს, ბევრ ხალხთან ლაპარაკს გავურბი ვარ. თუმცა როგორც ხედავთ, ეს 10 წამის წინ შეიცვალა. უკვე მისმენთ და ბარემ მოგიყვებით როგორ. როცა ეს ჩელენჯი მოვისმინე, შემეშინდა იმ გზოვის, რაც დამეუფლებოდა. თუ უკან დავიხევდი, ხო და უცებ მივხვდი. თუ შიში გარდაუვალია, ბარემ დავაკეთებ იმას, რისიც მეშინია. და თუ მე ვერ ვაკონტროლებ თქვენ რას იფიქრებთ ჩემზე, ბარემ ამაზე აღარ ვიდარდებ და უბრალოდ ვიმოქმედებ. დღეიდან ვიცი, რომ როდესაც ცხოვრება მომცეს განვითარების შანსს, აუცილებლად უნდა გამოვცადო. არ აქვს მნიშვნელობა რა სირთულისაა, რადგან მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოვვალთ კომფორტის ზონიდან, შევძლებთ პირად განვითარებას. ბრავო. ნაყინე უკვე მოგეცი, აჰა ეს 50 ლარი და მითხარი თავს როგორ გწნო. ხო, ჩვენს ძალიან კარგად. აბა იყო რთული საჯარო სიტყვით გამოსვლა? არა, თავიდან იყო რთული, მაგრამ მე საერთოდ აღარ გამჭირდა. ისე ქოუჩობაზე სერიოზულად ხوار დაფიქრდებოდე. შენ კი დაგვიწერე კომენტარებში რომელი შიში დავამარცხოთ შემდეგში შენთან ერთად.